საქართველოს მესამე პრეზიდენტი წლები აიმყოფება ტყვეობაში, როგორც მთავარი პოლიტპატიმარი. ჩვენ ემიგრაცია აღარ ვართ მხოლოდ გულშემატკივარი. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც აქტიურად უნდა ჩაერთოს სამშობლოს გადარჩენის საქმეში. ემიგრაციის როლი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში აღარ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მარგინალური, ჩვენი ხმაც არის გადამწყვეტი, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი თავისუფლების გემო, ჩვენი დამოუკიდებლობის სურვილი, ეს არის ის, რაც საქართველოს დღეს ასე სჭირდება. დღეს საქართველოში მოქმედებს არა ეროვნული, არამედ ფაქტობრივად რუსული ხელისუფლება, რომელიც ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ კრემლის ინტერესებს. ჩვენი ბრძოლა არის სწორედ ამ გავლენის დასრულება. ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მოახერხეს ეს, გავიხსენოთ მოლდოვა, სერბეთი. ამ ქვეყნებმა დემოკრატიული არჩევანი სწორედ ძლიერი დიასპორის მხარდაჭერით გააკეთეს. ასევე გავიხსენოთ უკრაინა და პატივივცეთ მას კიდევ ერთხელ, რომელიც დღეს თავისუფლების ფასად აჩვენებს მსოფლიოს თუ რა ღირს ეროვნული ერთობა. ჩვენ შეგვიძლია იგივე. ჩვენ ქართულმა ემიგრაციამ უნდა ვიკისროთ საქართველოს დემოკრატიული მომავლის გამსაზღვრელი როლი. ამასთან უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სამოქალაქო საზოგადოების ერთობას. არა პარტიებს შორის თამაშს, არამედ ერთიან ევროატლანტიკურ მომავალზე შეთანხმებულ ბრძოლას. ქვეყანაში, სადაც აღარ არის ნდობა ინსტიტუტების მიმართ, თავისუფალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ევროკავშირის და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება. ამ არჩევნებში კი ემიგრაციას უნდა ჰქონდეს საკუთარი გააქტიურებული, მობილიზებული მონაწილეობა როგორც ამომრჩევლის, ისე დამკვირვებლის და დამგეგმავს და ორგანიზატორს. ასევე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ემიგრაცია და დიასპორის ინსტიტუტი იყო უცხოეთის უბნებზე პირველი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2018 წლიდან დღემდე უცხოეთში აღწევს და იცავს იმ შედეგებს, რასაც ქართველი ემიგრანტები დებენ არჩევნებში. 2024 წელს კი მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ემიგრანტს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მაინც მრავლად იყო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და შედეგიც დაიდო ზუსტად ისეთი, რაც რეალობაში აქვს ქართულ ოცნებას, იქ სადაც ვერ აყალბებს არჩევნებს. მათი შედეგი იყო სადღაც 10-12%. თავისუფალი არჩევნების შემდეგ კი ემიგრაციას სჭირდება ჰქონდეს სამშობლოში დაბრუნების რეალური შანსი. აქ ყურადღებას შევაჩერებ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ემიგრანტების მილიარდიან პროგრამაზე. ეს იყო სწორედ ჩემი გამოსვლის მთავარი მიზანი, რომ ამ პროგრამაზე გესაუბროთ და შემდეგ ბოლოს იქნება ისეთი ბლოკი ჩვენ შეხვედრაში, სადაც თქვენს უნდა გამოსთქვათ საკუთარი მოსაზრებები ამ პროგრამასთან დაკავშირებით და ჩვენ მივაწოდებთ მერე ემიგრანტების მოსაზრებებს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლოდ. საქართველოს დასჭირდება ემიგრაციის დაბრუნების მასშტაბური პროგრამა არა მარტო სენტიმენტური დაბრუნებისთვის, არამედ რეალური ეკონომიური და სოციალური რეინტეგრაციისთვის. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ხედვა, მილიარდიანი პროგრამა ქართველი ემიგრანტებისთვის. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, შესრულებადია, თუ ჩვენ ყველა ერთად და თითოეული ემიგრანტი ცალ-ცალკე გავითავისებთ, რომ თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ თავად, ეს ხვისი ხელით არ გაკეთდება არასდროს. დაფიქრდით, ვის რა შეგვიძლია ჩვენი სამშობლოსთვის რომ გავაკეთოთ. იზრუნეთ მასზე ისე, როგორც ზრუნავთ საკუთარ ოჯახებზე. თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ ამის შეხსენება, მაგრამ მინდა რომ შევახსენო ისეთ ემიგრანტებს, ვინც მაგალითად ნაკლებად არიან ჩართულები ასეთ პროცესებში და რატომღაც იმართლებენ თავს იმით, რომ პოლიტიკა მათი საქმე არ არის. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ჩვენი შვილების მომავალი და ჩვენი სამშობლოს მომავალი. საქართველოც ხომ ყოველას ერთად აღებული ერთი დიდი ოჯახია, დიდი სახლია ჩვენთვის, დიდი სამყაროა, რომელსაც ემიგრანტები ყოველთვის გულით, ზურგით, გონებით და მუდამ თან დავატარებთ. ემიგრანტების რეინტეგრაციის ეს პროგრამა გაჟღერდა სწორედ 2024 წლის წინა საარჩევნო პერიოდში და გაიხსენეთ გიორგი ვაშაძემ გააჟღერა ეს ნაციონალური მოძრაობის სახელით, რომელიც მოიცავდა ფაქტიურად ემიგრანტების სტატუსის დაწესება საკანონმდებლო დონეზე, რომელზეც უკვე მუშაობენ სპეციალისტები, რაც თავის შინაარსში მოიცავდა საცხოვრებელ სუბსიდიებს დაბრუნებულთათვის, რაც ყველაზე მეტად უჭირთ ამ ეტაპზე ემიგრანტებს, სამედიცინო და სოციალური სერვისების სრულ ხელმისაწვდომობას, პროფესიულ გადამზადებასა და ბიზნესის ხელშეწყობას, პოლიტიკური, კულტურული ჩართულობა რეგიონულ თვითმმართველობებში.
განათლების ხელმისაწვდომობა მათი ოჯახებისთვის. უცხოეთში ნამუშევარი წლების